ვიცი ეს საკითხი ბევრ სტომატოლოგს აინტერესებს და სწორედ ამის გამო ვწერ ამ ვიდეოს. მოკლედ თითქმის ყოველ დღე კვირაში ორჯერ მაინც გარკვეული სტომატოლოგები, ვისაც სურს კლინიკის გახსნა ან კიდევ აქვთ კლინიკა, უჩნდებათ შეკითხვები კლინიკის მართვასთან დაკავშირებით და რასაც წერენ, რა შეკითხვასაც მეც ვპასუხობ იმ ფარგლებში და იმ შესაძლებლობებში და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რასაც თვითონ ეს ადამიანები მომაწოდებენ. და სულ მაქვს დაუკმაყოფილების განცდა, რომ რაღაცა ისე არ უპასუხე, ან არ იყო მისთვის დამაკმაყოფილებელი, მიუხედავად იმისა, რომ მეთანხმებიან და კი გასაგებია მეუბნებიან. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ასე ერთ მნიშვნელოვნად ნებისმიერ შეკითხვაზე სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით პასუხი არ არსებობს. თუ თქვენ გინდათ სრულფასოვნად მიიღოთ პასუხი, როგორ გახსნათ სტომატოლოგიური კლინიკა, გახსნილი და როგორ მოაწესრიგოთ სამუშაო პროცესები, ამისთვის საჭირო არის დიდფესვიანი კონსულტაცია. თვითონ კლინიკის სპეციფიკაციის გაცნობა, თვითონ რა სტილშია ეს კლინიკა, ვინ არის ხელმძღვანელი, რა მიზნები აქვს დასახული, რა უნდა ისი მიღწევა უნდა და მხოლოდ ამის საფუძველზე შეიძლება მოგცეთ ის პრაქტიკული რჩევები, რასაც უბრალოდ აიღებთ, განახორციელებთ თქვენ კლინიკაში და მიიღებთ სასურველ შედეგს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ შეკითხვები, რამდენი სავარძელი ჯობია დავდო, რეკლამა როგორ გავაკეთო, ხალხი უფრო მეტად როგორ მოვიზიდო, ეს ამ შეკითხვებზე პასუხი შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში, ბოლოს ხელოვნური ინტელექტს კითხოთ და ყველაფერში დაგაკვალიანებთ. მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე. მე როგორც მრავალწლიანი გამოცდილება სტომატოლოგიურ კლინიკების მენეჯმენტში უფრო მეტ საშუალებას მაძლევს მქონდეს ფართო ხედვა და სხვადასხვა სიტუაციებში იმ კონკრეტული მოთხოვნის შესაბამისად პასუხის გაცემა. ამიტომ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გინდათ და გსურთ სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა, გამოყავით დრო 1 საათი მაინც, სადაც დეტალურად განვიხილავთ თქვენ იდეებს, ან თუ გაქვთ უკვე კლინიკა, დეტალურად განვიხილავთ ახლანდელ მდგომარეობას და მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გაგცემთ ყველაფერზე პასუხს და არა მარტო. თუ თქვენი სურვილი იქნება, მე შემიძლია ჩაგკიდოთ ხელი და ნულიდან ავაშენოთ თქვენი კლინიკა. ასე რომ მოგეძებათ, მომწერეთ იმისათვის, რომ დაზოგოთ დრო, ენერგია, ფინანსები.